კანონის უზენაესობის გამარჯვება. თუნდაც ის, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა. მათ შორის გაელოწებულია. თვითონ ხელისუფლება ამას ვერ შეძლებს. ეს არის კანონი. კარგია ეს ალმატება ძალიან სასარგებლოც არის და ძალიან მნიშვნელოვანიც არის. აი ამით ბევრი რამ გაიშიფრება და ესე ვთქვათ გაირკვევა. მოდით ესე ვთქვათ ჩემს ეწერა რეზონანსში, რომ ეს გუნდურობა ვიცი, მაგრამ არა, საინტერესო ფრაზა ეწერა, რომ გუნდური მართვაო ანტიდემოკრატიული არისო. არადემოკრატიული და ანტიდემოკრატიულია. თავისთავად ეს გუნდური მიდგომა გარკვეულ შეზღუდვებს, კლიშეებს ემორჩილება და აი ამ დემოკრატიის სივიწროვე იგრძნობა. თქვენი პროფილა თავისუფალ ურთიერთობას შიგროცა იყავს, მოგეთხოვათ ეს შიგრიცე. მე მათ არწმენია ამ უმრავლესობაში დისკუსიები. იძახია რომ ჩვენ ესე კი არ ვიზებთო, განვიხილოთ საჭირო. აი გეტყვით ამას გაგიმართოთ და ჯერ კიდევ აღიქვამს ყველას ვეუბნებოდი. გუნდური პრინციპი დაცულია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში და ძალიან შიდა დემოკრატია არსებობს. შიდა დისკუსიები, რომელიც საზოგადოების მიზნად არა. არ გამორიცხულია. გამორიცხულია. მე არა. ნუ ვიკამათე სამაზე მე ამ პროფესიონალი ვარ. და მასოს გერმანიის, ჩემი გერმანელი კოლეგის გაოცება, როდესაც მან გაიგო, რომ საქართველოში მთავრობის თემას ესწრებიან ჟურნალისტები და ის ღია. მთავრობის თემა ყველგან არის დახურული, როგორც ეს განხორციელდა ვადების რევოლუციის შემდეგ და ერთხელ დაესწრო ჟურნალისტია მთავრობის თემას, მეორე დღეს მოუწევს კაცებს გადადგომა. ისეთ რამებს ეუბნებიან ერთმანეთს მინისტრები. აი ძალიან კარგი არის. ერთი პარეთ უკაცრავად, რადგან ფედერალურად დაიწყეთ წინა რეჟიმის დროს შევარდნაძესაც ჰქონდა ღია სათვირები მთავრობის ხომალდის. მოდით ესე ვთქვათ, შოუ არის მეტი არაფერი. თქვენ აი ამან დაშალა გებრაიტი გაიცენ ჩაგეცელი. თემა თავი დღეს არ არის. გებრაიტი არაფერი ის არ ანგრევს ხელისუფლებას და ძალაუფლებში მყოფ ჯგუფს პარტიას ცოცხლას, როგორც გამოტანილი შიდა კამათი. არ შეიძლება ამასა. მე შეგახსენეთ. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა შაშანტელი ხოთვარში თქვა საჯაროდ რომ ბერლუსკონია თავის გამოსვლებშია მუსოლინის მაგონებს და მეორე დღეს საზიყვეს მინისტრი. კარგია, გავუშვეთ. იტალიის მინისტრმა მეგონის იუსტიცისა იყო, ხარი დაუჭირა აი ალახის კარიკატურები რო იყო. და ჩაეცვა ის my story. ალახი არის. და მივიდა აქციაზე მეორე დღეს საზიყო. იგივე მაშინ ამბობილი ბატონმა ბერლუსკონიმ ზანა ეს ტიპი მაგონებსო კონსლაგერის იმასაო გასვასაო მაგრამ რა პრემიერზე იმითო არა ეხლა ამ პანში შეიძლება რომ არა ის დაგეთანხმებით გუნდური მე დისკუსიები საჭიროა მე გეტყვით ბატონო გეტყვით ის რომ არა კაცი გუნდური პრინციპი რომელიც პირველი გუნდურმა პრინციპებმა კაცი უნდა იყოს არა შიდა პარტიული დემოკრატია ამის ცენტრში რა არის აი ეს სოფრან მეგეუბნები თავრობა და პარტიული დემოკრატია განსაზღვრებაში აღიხილიათ რამე ისე რომ აი თქვენ ახლა კამათს არ გეწყინოთ ანბანო ჭეშმარიტებაზე და ჩვენ გვაგაცილებით საინტერესო ცენები მე მგონი დღეს ამაზე ეს სახელმწიფოებში წერია საჭირო არის ეს სადისკუსიები მე ვფიქრობ აი თქვენ გამოხატეთ ეს ფენებრავი კი არა მათი შეზღუდულობის ბრალია მათ ჩაკეტეს სივრცე და იმ სივრცეში თქვენი აზრის გატანა გიჭირდა. მე ესე ექსკლუზივად მე მაგალითად ვიტყვი ახლა რომ გარდა თქვენი ტელევიზიისა, ახლა მგონი მაესტრო სამუშაოზე და ძალიან კარგია რომ საზღვაო ტელევიზიას კანონის დონეზე ჩაეწერა კანონის დონეზე რომ ვალდებულია რომ პოლიტიკური დებატები გაუშვათ, ეს უკვე ავალებს კანონი მაქვს. და მე საშუალო კომპენსაციის ვხვი რომ ნუ გიკვირთ ეს ცვლილება თითქოს არ უნდა ევალებოდეს არა მაგრამ უინსტონ ჩერჩილს 9 წელიწადი BBC-ზე არ მისცეს დრო რომ ეთქვა ის სიმართლე ნაცისტურ გერმანიაზე და ჰიტლერზე რაც უნდა ეთქვა სანამ ომი არ დაიწყო ვინაიდან BBC არის საზოგადოებრივი მანამდე არ მიუშვეს ცით ჩერჩილი და ეთქვა ეს ტიპი მე ვიტყოდი რომ ჩვენ ძალიან მჭირდება ცრიანად თავისუფალი და დამოკიდებელი ტელევიზია რომელიც საქართველოს დახარავს ისეთ როგორც იყო რუსთავი ვარდების რევოლუციის წინ რევოლუცია გჭირდება ეს ფასახია არა გუნდური პრინციპი უნდა იყოს შენარჩუნებული ის როგორც შენარჩუნებულია გერმანიაში საფრანგეთში და სხვაგან აქ ოსტეც უნდა გამოიგოს
იყოს კაცის პირველი გათავისუფლო. კი ბატონო, მამაყურე თეორიშვილის მაგას, მაგრამ მაინც მე არ ვიცი, მე მახსოვს ცნობილი გამოთქმა, ეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩერჩილი მართალი არისო, აი ამ გამოკვლევებითო გვაბეზრებდა თავს, მაგრამ თუმცა მართლა მილიტარიზაცია ხდება გერმანიისა და ჩვენ ამას არ მივაქციეს ყურადღება განსხვავებით ჩერჩილისაგან. ჩერჩილის ტრიბუნა არ აქვს. ეგნებსაც წერდა, სტატიებსაც ვეშტოვე, გამოდიოდა და საკმაოდ პოპულარული გახდა. მოდით ინდივიდის მუშევადარებს ამ ჩვენს ასოდავ პირველში. კი ბატონო, იყოს დისკუსიები და როგორ ფიქრობთ, იქიდან ათმოძრაობის ველადები გამოვენ და დაიწყებენ თავიანთი დაშვებული შეცდომების ანალიზს, ვეშო დაიწყო. ეს უცხო თემა. და ჩერჩილის მაშინ ერთადერთი ეროვნული ტრიბუნა ტელევიზია არ არსებობდა მაშინ. ეს იყო BBC. ჩერჩილი წერდა გაზეთებში, მეც კი წერ გაზეთებში რამდენი საკითხი. მე მას ყველას წელს სტადია წავიდა. აი დიდი მადლობა. გამოდიოდა პარლამენტში, რომელსაც ძალიან ცოტა ადამიანი უგზავნა პოსტს და აი 9 წელიწადი, ამიტომ ეს კარგი ცვლილებაა მეთქი კანონში, დადებითი ცვლილებაა. უმრავლესობამ დაუჭირა მას ხარი, რომ საზოგადოებრივ ტელევიზიას დაევალოს, უკვე კანონის ზონაზე დაევალოს. რომ რეგულარულად ჩაატაროს პოლიტიკური დებატები. ნუ იცავთ ეს ყველაზე პეტრე ბატონო, ეს ჩვენი ეროვნული სირცხვილია, ეს ბედნიერი პარლამენტი ეს სრულებულ კანონს წერდა. რა თქმა ამას კანონი გასული წესებაში უწერია იმ პარლამენტს, რა ქვია, პირველ არხს უნდა ქონდეს საზოგადოებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ მაგი პარლამენტის ზონაზე კანონით უნდა დარეგულირდეს ეს ანტიდემოკრატიულობა. გესახსენებთ რომ ეს სასახლოს ვითარებათ, მაგრამ კარგია რომ ეს მიღება. კარგით ბატონო პეტრე, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული დღესვერად დააკეთეთ, ეს არის რომ თქვენ გათავისუფლდით გარკვეული წინა პირობებისგან, არ გაითქვას, არ გავიდეს ჩვენი ცუდი ჩვენე დავმალოთო ნოდაია დუმბაძეს რო დაწერილი. თავისუფალი ხალხი იყო, რა გაქვს საქმე. ქართას ვამბობდი, იმას გამოვითარებ. პირველი დაწყებული ცებების თვიდან თქვენ საკითხული გახდით. მე გამოვაქვეყნე რომ 14 იანვრის წერილი, რომელიც ომბუდსმანმა საზარსუბარმა გამოაქვეყნა. ძალიან ძლიერი წერილი, სადაც მიულოცა პრეზიდენტობა არჩევნების შემდეგ და შემდეგ დაწერა იმ ვითარებაზე რაც არის. პრეზიდენტი მივიდა სუბართან. და თქვა პრეზიდენტმა რომ ჩვენ უნდა ისე ვიმოქმედოთ, იყო სრულად გულწრფელი, ეს ვიცი ნამდვილად, რომ არც ერთ ადამიანს საქართველოში არ დარჩეს უსამართლობის შეგრძნება. მერეც იყო შეხვედრა პრეზიდენტისა საზარსუბართან და იქ გადაწყვეტა რომ კომისია შეიქმნებოდა, რომელიც აღარ დაუშვებდა საკუთრების უფლების ხელმძღვანელს, რომელიც ძირითადი უფლებაა ადამიანების. როგორც მაგალითს ისე გეუბნებით, მაშინ ასე დავწერეთ და ვთქვი. სამწუხაროდ დინამიკა არ არის სახარბიელო, დინამიკას ვამბობ. თორემ მე მაგალითად იმაშინე რომ ძალიან სწორად მოვიქეცი, როდესაც უკვე ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა თხოვეს დარჩენა სიაში, თავიდან სიაში მოვხდი ქალბატონო გურჯანის რეკომენდაციით, როგორც ქალბატონმა უარი თქვა კენჭისყრაზე, მაშინ არჩევნებში მონაწილეობაზე. მე უკვე ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა რამოდენიმე თხოვეს დარჩენა და დავთანხმდი. ამას კი არ უნდა, მაგრამ დინამიკა არის არასახარბიელო. არ ჩანს რეალური ნაბიჯები. ამ მიმართულებით უფრო მეტიც დღეს ჭარბობს დამოკიდებულება, რომ ომბუდსმანი გამოდის ამ ძალდებებით იმის გამო, რომ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული. ჯერ ერთი. ყველა შემთხვევაში უნდა გასწრაფოს ფაქტობრივ მასალას, რასაც ამბობს ომბუდსმანი. და მეორე, ეს ძალიან მაგონებს ვარდების რევოლუციის წინა პერიოდს, როცა მე და ზოგიერთი სხვა ვამბობდით, არ შეიძლება ეს ხელისუფლებაში, როცა შეგვეძლო ვამბობდით, რომ რასაც ახალგაზრდა რეფორმატორები ამბობენ კორუფციაზე და სხვა პრობლემებს, ეს ყველაფერი სიმართლეა, ეს ფაქტია. და პასუხი იყო, რომ ისინი არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები. არ არის ჯანსაღი მიდგომა. ეს არის მეორე. ენერგიულებს არავითარი რევოლუცია არ ჭირდება, ნამდვილი ვარ ყოველგვარი ვიგარეში არჩევნების და საქართველოს ყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, აი ჩემი სხვაობა ოპოზიციასთან. აი რატომ მინდა იყო დამოუკიდებელი დეპუტატი და არა რომელიმე ფრაქციის წევრი. კიდევ ვამბობ, თუ დამიწერია იცით თქვენ ეს, მითხოვს ტელევიზიის მაშინ ზაფხულში გამოსულა, რაც შეეხება რუსეთისა იმას პოლიტიკას და კონფლიქტებისადმი ჩვენს პოლიტიკას. დაწყებული 2004 წლის ზაფხულის კატასტროფით, რაც მოხდა მაშინ ცუნავის რეგიონში, როდესაც დავკარგეთ ნდობა, რიში ორთების ნდობა დავკარგეთ, ხო? მოყოლებული აქამდე 7 აგვისტოს ჩაფრით, რომელიც ყველაზე დიდი მოკავშირეების კი. ვიცხიან როგორც სულ ცოტა უხეშ და ძალიან მარტივ
პროვოკაციაზე წამოგებას და დიდ შეცდომას, ხო? ამაზე ხო წერენ თითქმის ყოველდღე უცხოურ პრესაში და წერენ ჩვენი მოკავშირეები, ისმით? აი ეს არის მეორე თემა და ეს არ ეკლავს იმას, რომ ქვეყანა არ იმართება სწორად. სწორი მართვის შემთხვევაში აი ეს ასეთ პრიმიტიულ პროვოკაციაზე ხელისუფლება